ავსტრალია 16 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებთან და 10 პოპულარულ პლატფორმასთან წტომას უზღუდავს. ქვეყნის მთავრობა მოითხოვს, რომ 10 დეკემბრიდან სოციალურ ქსელებმა გონივრულ ზომებს მიმართონ და 16 წლამდე მოზარდებს საკუთარ პლატფორმებზე წტომა შეუზღუდონ. უკვე არსებული ანგარიშები კი უნდა გაუქმდეს ან წაიშალოს. ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი აკრძალვა შემოიღო და ეს გადაწყვეტილება მრავალი მშობლის მხარდაჭერით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წტომის შეზღუდვას ევროპარლამენტმაც დაუჭირა მხარი. მიზეზი აქაც იგივეა. მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უკონტროლოდ იზრდება. ბავშვები სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვან რისკებს და ნეგატიურ ზეგავლენას განიცდიან. მათ ეკრანთან უდიდეს დროის გატარება უწევთ და რაც ზიანს აყენებს მოზარდების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამაზე სპეციალისტები. ჩვენი სტუმარია 17 წლიანი გამოცდილების ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი მარიამ ხვადაგიანი. მოგესალმებით და გისმენთ მარიამ, ეთანხმებით თუ არა ამ შეზღუდვას? ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან რთულია, იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან ზიანდებიან და ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, რომ ძალიან მაღალი შფოთვა, ყურადღების კონცენტრაციის სირთულები, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ მოზარდებს, თუმცა აი მას შემდეგ რაც ავსტრალიამ დაანონსა, ასე ვთქვათ, ორმა მოზარდმა შეიტანა საჩივარი სასამართლოში, რომ მათი სიტყვის თავისუფლება იზღუდება, იმიტომ რომ ეს პლატფორმები ასევე არის, ასე ვთქვათ, სწორედ ამისთვის. ასევე ექსპერტები თვლიან, რომ რაღაცის ესე კატეგორიულად აკრძალვამ შეიძლება უკვე ეფექტი გამოიწვიოს და მან ძალიან საინტერესო არის, რომ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ეს ადამიანი არის 16 წელს ზემოთ, ხო, ეს როგორ უნდა მოხდეს? ანუ მაშინ რაღაცა პირადი ინფორმაცია უნდა გააზიარონ და არის საუბარი იმაზე, რამდენად იქნება ეს ინფორმაცია დაცული ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, მოზარდები შეძლებენ მოიფიქრონ რაღაცა გზები, დარეგისტრირდნენ როგორც დასრული, მოკლედ ბევრი ხრიკი მოიფიქრონ. ამიტომ ესეც სამმხრივი არ არის. ყველაფერს აქვს თავის პლუსი, მინუსი, თუმცა ის რომ სახელმწიფო ცდილობს დაიცვას მოზარდები, ეს ფაქტი არის. ამისათვის სხვა ქვეყნები მაგალითად იყენებენ განათლებას. და ისინი ამბობენ, რომ იგივე ბრიტანეთი, რომ ამ შემთხვევაში უპირატესი არის, რომ მოზარდს ვასწავლოთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოყვება სოციალურ მედიას და ზოგადად ჭარბ გამოყენებას და მშობელმა აკონტროლოს უმეტესად. ამიტომ ეს სხვადასხვა ქვეყნის მოდელი ალბათ რაღაცა დროის შემდეგ გვაჩვენებს, რომელი არის უფრო კარგი და რომელი იქნება უფრო ეფექტური. აი მშობლების კონტროლზე მაქვს ზუსტად კითხვა, რომ როგორც ვიცი, გვირჩევენ სპეციალისტები, ფსიქოლოგები, რომ 13 წლამდე ბავშვებს არ უნდა ქონდეთ ტელეფონი, პლანშეტი, სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის ტელევიზორიც კი ოთახში. და თქვენ რამდენად მიგაშნიათ ესე მკაცრად მიდგომა სწორი და ხო არ ჩდება მანდ მეორე საფრთხე, რომ პირობითად ბავშვები არ დაიჩაგრონ, რაღაც სხვა მოზარდებს თუ ექნება ტელეფონი, ამას არ ექნება და რაღაცნაირად ხო არ იწევს ეს რაღაცა მათ დაჩაგვრას და ხوانერთხوარი იმოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე. იცით, ალბათ უნდა გავყვეთ, რატომ მივიდნენ აქამდე, იმიტომ რომ სულ დავუშვათ 2018 წელს ციფრული ტექნოლოგიების საათების რეკომენდაციები, რაც იყო, შეიცვალა და 2023 წელს კიდევ უფრო შეამცირეს, რატო? ამ ცვლილებებს ხო რის მიხედვით აწესებენ კვლევების მიხედვით და ციფრული ტექნოლოგიები ხო ახალი შემოსული არის და აკვირდებიან რა იყო და ბავშვების შემთხვევაში წლების განმავლობაში რა შედეგებამდე მივდივართ. ამიტომ აი ეს 13 წლამდე აკრძალვა ფაქტიურად ბოლო 1-2 წელია დაიწყეს, სწორედ იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ 13 წლამდე ბავშვის ამ მხრივ მართვა უფრო მარტივია. და თუ ბავშვს არ ექნება, ეს არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ წვდომა არ უნდა ქონდეს. უბრალოდ მშობელმა თავის ტელეფონი უნდა ათხოვოს, ტელევიზორი უნდა იყოს საერთო სივრცეში, იმიტომ რომ თუ ეს ასე არ არის, ძალიან გაუჭირდათ 13 წლის შემდეგ ფაქტიურად უკვე ისეთი მიჯაჭვულობა არის, რომ აი დამოკიდებული ადამიანთან როგორც უწევთ რეაბილიტაცია ისე უწევთ ამ ბავშვებთან და ამიტომ შემოიღეს, რომ 13 წლამდე მაქსიმალურად აკონტროლონ. 13 წლიდან უკვე ბავშვი დიდია, თუმცა საუბარი არის იმაზე, რომ 13-დან 16 წლამდე მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. მე პირადად ეს მოდელი უფრო მომწონს, ასე ვთქვათ და მგონია, რომ აი თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ ბულინგის მსხვერპლი არ იყოს, ვერ ავწდებით ციფრულ ტექნოლოგიებს 21 საუკუნეში, თუმცა კიდევ ერთხელ ზიანი რა არის და ბენეფიტი რა არის, ხო? ეს სასწორზე რომ დავდოთ, ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ და აი ძალიან კარგი მაგალითი არის ხოლმე, როდესაც მშობელი ამბობს, რომ ნუ აი არ გამომდის, ვერ ვაკეთებ, მაგრამ თუ მშობელს ეტყვით, რომ იცი რა თქვენ შულს აქვს დიაბეტი და შოკოლადი არ შეიძლება,
შოკოლადი არ შეიძლება და მშობელი არ აჭმევს. იმდენად სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ბავშვს ხედავთ, რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა ეწყება, აი მართლა ესე უნდა შევხედოთ, რომ ეს არის თავის ტვინის რაღაცა დაავადების მაპროვოცირებელი და ამიტომ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ არ გამოვაყენებინოთ ჭარბი დოზით ციფრული ტექნოლოგიები. მარიამ, ფაქტია, რომ პლანშეტების გამოყენება და ზოგადად ეკრანთან ხანგრძლივი ყოფნა ბავშვი აკალიბებს მიჯაჭვულობას ამ მოწყობილობების მიმართ. რატომ ყალიბდება ეს მიჯაჭვულობა და როგორ შეგვიძლია ეს ავირიდოთ თავიდან? ასევე კითხვას დაგისვამთ იმ თემაზე, რომელიც ბევრს ასე ვთქვათ, სჯერა დღემდე, რომ გამოყენება ამ ტექნოლოგიების იწვევს ან აყალიბებს აუტიზმის სპექტრის სინდრომს. მოდით ბოლო კითხვიდან დავიწყებ. გამოყენება არ იწვევს აუტიზმს. აუტიზმს რა იწვევს რეალურად ერთი კონკრეტული პასუხი დღემდე არავინ არ იცის, თუმცა ჭარბი დოზით გამოყენება იგივე სიმპტომებს, ანუ მსგავს სიმპტომებს იწვევს, იმიტომ რომ მე 5 საათს ვატარებ ციფრულ ტექნოლოგიებთან, ეს ნიშნავს, რომ ეს 5 საათი მაკლდება განვითარების, კომუნიკაციის, თამაშის, სამყაროს შემეცნების, ხო? შესაბამისად, მე მექნება იგივე ტიპის პრობლემები, რაც აქვთ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, თუმცა განსხვავება არის ის, რომ როდესაც მოვხსნით ბავშვს ტელევიზორს ან პლანშეტს და მშობელი უზღუდავს, ბევრად სწრაფად მოდის ბავშვი განვითარებისკენ და ბევრად სწრაფად ვითარდება ის უნარები, რომლის დანაკლისიც ჰქონდა. თუმცა კიდევ ერთხელ აუტიზმს ეს არ იწვევს, მაგრამ ამწვავებს მდგომარეობას. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რატომ ეჯაჭვებიან? აი, ცოტა ისე რომ უხეშად გამოვა შეიძლება, მაგრამ მიჯაჭვულობაში ჩართული არის დოფამინი. იქნება ალკოჰოლზე მიჯაჭვულობა, წამალზე მიჯაჭვულობა, თამაშზე თუ დღეს უკვე ვსაუბრობთ, გაჯეტებზე, მექანიზმი არის ერთი და იგივე და აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად ყველამ გავიაზროთ. მექანიზმი არის რა? განმტკიცება და სასიამოვნო შედეგი. ანუ, როდესაც მე ვაკეთებ რაღაცას, რის შედეგადაც სასიამოვნო ეფექტია. მაგალითად, ფოტოს ატვირთვა და 250 მოწონება, ასე ვთქვათ, ხო? ეს გამოყოფს თავის ტვინში დოფამინს. დოფამინი არის სიამოვნების ჰორმონი. როდესაც სრულდება უკვე ეს, დოფამინს როგორც ზემოთასვლა შეუძლია სიამოვნების მხრივ, რაც უფრო მაღლა ადის, შემდეგ როდესაც წყდება ეს სიამოვნება, აი ძალიან ქვემოთ ჩამოდის ეს ამპლიტუდა რო წარმოვიდგინოთ. შესაბამისად, მე თავიდან მინდება მივიღო ეს სიამოვნება და ამიტომ ვიმეორებ ქცევას, ამიტომ ქვია მას გამტკიცების წრე, რომ მე აი ეს სურვილი, რომ ეს სასიამოვნო შევსდება მქონდეს, თავიდან ვიმეორებ და მას აქვს ერთი ასევე მახასიათებელი ასეთი, რომ რაც უფრო მეტად ვიღებ სიამოვნებას, აი ეს ზღვარი იშლება და უფრო მეტი მინდა, იმიტომ რომ ის უკვე ნაცნობი არის. და მართლა იგივე ალკოჰოლზეც რო წარმოიდგინოთ, ხო იწყება ერთი ჭიქით, სასიამოვნოა, მოვდუნდი დამეძინა, მერე ორი ჭიქით, მერე 10 ჭიქაც არ მაძინებს, მაგრამ უკვე ვეღარ წყვეთ და მუდმივად ვცდილობ, რომ დავლიო, იმიტომ რომ მგონია, რომ აი ეს დამეხმარა. იგივე არის ზუსტად ციფრულ ტექნოლოგიებზე. მექანიზმი იგივეა. ამიტომ ამას თუ გავიაზრებთ, უფრო ნათელი გახდება, რომ რატომ არის, რომ აი სულ ერთ ფოტოს დადებენ, შემდეგ მეორე ფოტოს და აი მიჯაჭვული, იგივე სკროლვა. ან მაგალითად თქვენ ნახეთ სკროლვის დროს ლეკვის საყვარელი და მოგეწონათ. ალგორითმი რას აკეთებს? ისევ ლეკვს გიგდებთ. კიდე ლეკვი, ანუ კიდე სიამოვნება მიიღეთ და აი ეს მუდმივ რეჟიმში რაღაცნაირად ერთი და იგივე ციკლზე გატრიალებს და მექანიზმი კიდევ ერთხელ არის აბსოლუტურად იგივე, რაც ნებისმიერი სხვა ტიპის დამოკიდებულებაზე. ამიტომ არის ეს სახიფათო და საშიში. მე მაინტერესებს აი სოციალური ქსელების მიჯაჭვულობა რამდენად საფრთხის შემცველია საერთოდ და არა მარტო მიჯაჭვულობა, მათი გავლენაც მოზარდებზე. სოციალური ქსელების გავლენაზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქაც მოზარდისთვის რამდენიმე კომპონენტი არის. ერთი, საერთოდ კითხვა უნდა დავუსვათ, რატომ ურჩევნია მოზარდ სოციალურ ქსელში გაატაროს მეტი დრო, ვიდრე თანატოლებთან ან ოჯახის წევრებთან, ხო? სოციალურ ქსელებს და ისევ აი მსგავს პლატფორმებს აქვთ რამდენიმე ეგრეთ წოდებული ბენეფიტი მათთვის. ერთი, რომ თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. მეორე, ნახეთ დღეს რა ხდება, არის უამრავი ფილტრები. დაადებს ფილტრს, თავისი ცხვირი მოწონს, პირი არ მოსწონს, ამას გაზრდის, იმას დააპატარებს და ყველასთვის მოსაწონი ხდება. პლუს არის უსაფრთხოების განცდა, ნახეთ რა მხრივ კომენტარი დავწერე, წავშალე. ანუ ასოხისგებლობას აღარ ვიღებს, ხო? ვიღაცას არ მოეწონა, წავშალე და თითქოს რაღაცა მიკუთვნებულობის ის არის. კიდე აი ჯგუფები რო არის, ჯგუფები იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი არის ილუზორული. სინამდვილეში მე რაღაცას ვერ გები, რაც საერთოდ არ არის რეალობა, ანუ ეს ყველაფერი
აი აქ არსებულ რეალობისგან ასე ვთქვათ, მოწყვეტილი ვარ და გადავდივარ იმ სამყაროში. ამიტომ აი სოციალური ქსელების გავლენა ერთი ეს არის, რომ საკუთარ ცხელთან მიმართებაში როგორი აღქმა აქვს, ინტერესის სფეროები, ბავშვები აბულინგებენ ერთმანეთს იმისთვის, რომ ვის როგორი ტელეფონი აქვს, ვინ როგორ სახლში ცხოვრობს, ვის როგორი ბავშვის ფოტო აქვს გადაღებული და ატვირთული, ხო? რა თქმა უნდა, ეს მავნებელია. რაც სარგებელიც ხო შეიძლება კონდეს სოციალურ ქსელს მოზარდებისთვის, არ ვიცი, თუნდაც ის რომ ახალი კომუნიკაციების სასარგებლო სამედიცინო რჩევები თქვა და რაღაცა გამოყენებადი უნარჩვევები, რომლებიც შეგვიძლია ვისწავლოთ, ხო? ისე ნახეთ თუ მართუ და ამაზე საუბრობენ სწორედ ევროპის გარკვეული ქვეყნები, რომ თვითონ პლატფორმებს თხოვენ, რომ ისინი ისე იყოს აწყობილი, რომ იყოს უსაფრთხო ბავშვისთვის, არ შემოდიოდეს რეკლამები და იყოს გარკვეულწილად გაკონტროლებული. ხო, ჩვენც მაგალითად ვიცით, რომ საქართველოში არის მოზარდების ჯგუფები, სადაც არ ხდება კონტროლი და ერთმანეთს ძალიან სასტიკად ესაუბრებიან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იქ ზრდასრული არავინ არ არის, ასე ვთქვათ. აი თუ მოხდება ისე, რომ მეტნაკლებად კონტროლირებადი იყოს აი ეს ჯგუფები, რა თქმა უნდა სარგებელი არის. კიდევ ერთხელ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აბსოლუტურად უსარგებლო არის უბრალოდ დოზირება არის საჭირო და ვინაიდან აი დოფამინზე რომ საუბრობდით, ნახეთ, ეს დოფამინი რომ გამოიყოფა, ის გადადის თავის ტვინის სხვა ჰემისფეროებში და გადადის კონკრეტულ უბნებში, მაგალითად შუბლის სტილში, რომელიც პასუხისმგებელი არის კონტროლზე ქცევის, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ და მოზარდის თავის ტვინი არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, მას ფიზიკურად არ აქვს ჯერ რესურსი, 25 წლამდე ვითარდება შუბლის წილი. ამიტომ ისედაც რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს და აქ კიდევ შემოდის დამატებითი ფაქტორები, რომელიც ხელს მიშლის, ხო, ესეთი საღი მსჯელობა ამ თემასთან მიმართებაში უჭირს. ამიტომ არის საუბარი, რომ განათლება და მათ იცოდნენ სწორედ რომ რა საფრთხე მოაქვს ამას. სხვა ადამიანმა შეიძლება მიწეროს მოზარდს და ჩვენ გვქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც დასრული პირები წერენ მოზარდებს, ხვდებიან მათ და ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია. ესეც მოზარდმა უნდა იცოდეს. ანუ რამდენიმე სტრატეგიაა რა და ამ შემთხვევაში კი ბატონო არის გარკვეული ბენეფიტები, მაგრამ რისკი უნდა იყოს მინიმალურად შემცირებული. არ შეიძლება აი ესეთი რისკის ხარჯზე მქონდეს მე ის სარგებელი, რომ გავესაუბრე ჩემს თანატოლს. თუმცა მესენჯერი და ესეთი კომუნიკაციის ამეების გაუქმებაზე არ აქვს საუბარი მოზარდებისთვის. ხო, აქ არის აი ეს ფოტოების ატვირთვა, მოწონებები და ასე შემდეგ. მარიამ, რომ მივცეთ რჩევები ამჟამინდელ და მომავალ მშობლებს, პირველ რიგში რა ასაკიდან შეიძლება რომ ბავშვმა დაიწყოს გამოყენება ამ ტექნოლოგიების თქვენი აზრით და ასევე რაც ძალიან ბევრ მშობელს ალბათ აწუხებს არის რომ დღესდღეობით რთულია რომ ორივე მშობელი არ მუშაობდეს და საკმარისი დრო დაუთმონ ბავშვს, რადგან ბავშვს ხშირად ზრდის ძიძა ან ბებია. როგორ შეიძლება რომ სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მშობელი შემდგომ ბავშვთან გაატაროს იმდენი დრო რომ ბავშვმა არ გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები ან ამით არ ეცადოს მისი დამშვიდება ან გართობა, როცა უკვე აღარ აქვს ენერგია. ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ძალიან რთული შეკითხვა. დავიწყებ პირველი შეკითხვით. კიდევ ერთხელ ეს შეიცვალა, თუ სულ რაღაც 5 წლის წინ ამბობდნენ, რომ 2 წლამდე ბავშვისთვის და 2-დან 2 წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება საერთოდ არც 1 წუთი ციფრულ ტექნოლოგიებთან. 2-დან 3 წლამდე იყო საუბარი, რომ 1 საათი შეიძლება, თუმცა შეიცვალა და ასევე ამბობენ, რომ არა, ერთადერთი შეიძლება გამოიყენონ აი ესეთი Viber-ი ან მოკლედ დისტანციურ საკომუნიკაციო საშუალებად, რომ ოჯახის წევრი რომელიღაცა არ არის და შეიძლება 5 წუთი, 10 წუთი გაესაუბროს ბებიას, მამას ან ასე შემდეგ, ხო? და შემდეგ უკვე სხვათა შორის აქ შედის სატელევიზიო გადაცემებიც, აი იყო Baby TV ძალიან კარგი და ესეთი გადაცემები ჰქონდა, მაგრამ ისიც აკრძალეს, იმიტომ რომ ეჯაჭვება, რაც არ უნდა შინაარსი იყოს კარგი, აი ეს ხანგრძლივი დროით მასთან გატარებული დროებით. მულტფილმებით შეიძლება იყოს დამაზიანებელი ბავშვს. 2 წლამდე ბავშვს მულტფილმის სიუჟეტის აღქმა არ შეუძლია. პატარაა. ამისთვის ის აღიქვამს ფერებს და იმ სწრაფ ცვლილებას, რაც იქ ხდება. ან მულტფილმი უნდა იყოს ძალიან პატარა. ისიც 2 წლიდან აი 5 წუთი არ ყოფნის უბრალოდ მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია. ხო, დანარჩენი ასე უყურებს, რაღაცეები იცვლება და დიდად შინაარსი ვერ გამოაქვს. ამიტომ 2 წლამდე სასურველი არის, რომ საერთოდ არა. შემდეგ უკვე 3-დან 5 წლამდე სადღაც 9 საათი, თუმცა არა გადაბმულად და მერე ნელ-ნელა იზრდება.
ცოტა დიდებთან აი 6 წლიდან ადრე თუ იყო 2 საათი, ახლა ესეც შეამცირეს, იმიტომ რომ ნახეს რომ ბევრია და სწორედ 6 წლის ასაკში თუ 2 საათს ატარებს 13 წლის ასაკში ძალიან გაგიჭირდებათ რომ გამოვართვათ. ამიტომ ისევ შეამცირეს 1 საათი, თუმცა არა გადაბმულად და მშობელთან ერთად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზრდასრული პირი უნდა იყოს მასთან ერთად და უყურებდეს, გარდა იმისა, რომ აკონტროლებდეს შინაარს, გაზიარება ხდება ამ დროს. აი ბავშვებს ახასიათებთ თუ დააკვირდებით, თავად რომ რაღაცას უყურებენ, აი ესე თავს გატრიალებინებენ, რომ შენც უყურო. აი ეს გაზიარება მათ ჭირდებათ, რომ აი მე გესაუბრო, რომ აი ნახე იმან რა გააკეთა. ამიტომ ზრდასრული უნდა იყოს. და დახმარებას უწევენ ისეთ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით არიან მიჯაჭვული ელექტრონულ მოწყობილობებს და როგორი დახმარება ეს, რა ტიპის დახმარებას უწევენ მაგას ხარ გაგიზიარებთ? იცით რა, აქაც ინდივიდუალურია. მიჯაჭვულობაზე როგორც მუშაობენ, რომ ერთი რომ აი რაზეც ვისაუბრეთ, რატომ აქვს ამ ბავშვს სურვილი, რომ იქ მეტი დრო გაატაროს და როგორც წესი აქ რაღაცა სხვა ტიპის ტრავმებია კიდე, რის გამოც იქ მიდის და ყავთ ეგრეთ წოდებული კოუჩები, რომლებიც ეხმარებიან ოჯახებში ასევე მშობლებს, რომ ბავშვმა ნაკლები დრო გაატაროს ტექნოლოგიებთან და რატომ კოუჩები, როდესაც მშობელს უწევს ბრძოლა, რომ აი შეწყვეტა გამოყენება, ბავშვს უჩნდება აგრესია მშობლის მიმართ და აქ აი ესეთ ხრიგს მიმართეს, რომ მოდის უცხო ადამიანი, ის აკონტროლებს აი ამ ტექნოლოგიებთან გამოყენებულ დროს და ამ დროს მშობელის თავაზობს ალტერნატივას, რომ მოდი ეს ხომ არ გაგვეკეთებინ, ანუ აი ეს აგრესია რომ რაღაცნაირად მშობლისკენ არ წავიდეს, თითქოს ამ ადამიანისკენ მიდის და არა მშობლისკენ. და აი ამ ცენტრები, რაზეც საუბრობთ, აი იქ მოზარდებზე ორიენტირებული აქტივობებია გათვლილი, რომ დააინტერესონ, ჩართონ, мотиваცია გაუზარდონ და ნაკლებად იყვნენ დაუშვათ დაინტერესებული და ნაკლები სურვილი გაუჩნდეთ ციფრულ ტექნოლოგიებთან გაატარონ დრო. და ერთს აი თქვენ კითხვას დაუბრუნდები ამ მშობლებს რას ვეტყოდი, ხო? ძალიან რთული არის, ოდესაც მთელი დღე მუშაობთ და შემდეგ ბავშვთან მიდიხართ, მაგრამ აი თქვენ თავად ამბობთ, რომ მე თუ მთელი დღე სამსახურში ვარ და სამსახურის მერე გაჯეთს ვაძლევ ბავშვს, ანუ სად არის კომუნიკაცია ჩემსა და ბავშვს შორის. აბსოლუტურად გასაგებია და მესმის რომ რთულია, მაგრამ ფიზიკურად მაშინ გამოდის, რომ ეს საერთოდ არ მაქვს კომუნიკაცია ბავშვთან. ამიტომ შეიძლება იგივე სათამაშო დაასაქმო, აი რაღაცა ისეთი უთხრა, რომ მოდი ხა მე ძალიან დაღლილი ვარ და შენ ცუდად ვარ და შენ ვითომ ჩემი ექიმი ხარ და აი რაღაცა მე ძალიან თავი მტკივა და შეგიძლია რომ მომიარო. აი ჩაერთვება 5 წლის ბავშვი, 6 წლის ბავშვი, აი ძალიან სიხარულით ჩაერთვება. უფრო დიდთან სხვა ტიპის აქტივობა შეიძლება ეთამაშოთ, აი წამოწოლილი ეთამაშოთ შვილს რაღაცას სიტყვობანა, ერთი და ქალაქობანა რო იყო ჩვენს ბავშვობაში, ერთი და იგივე ასოზე, რაც შეიძლება ბევრი სიტყვა ვთქვათ და არ იყოს დაჯეტთან, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ცოტა უნდა გავიჭიროთ, მაგრამ მოვინდომოთ ძალიან. რა უნდა გამო? კი ბატონო. და ჩვენ კიდევ ერთი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, არის უკვე ახსენეთ, რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება გამოყენება არანაირი ეკრანების წლამდე და ანუ შემდგომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შევსვიდო. ვახსენეთ, რომ ეს ვრცელდება როგორც გადაცემებზე, ასევე მულტფილმებზე, ონლაინ თამაშებზეც ალბათ იმავეს ფიქრობთ, ხო? რა თქმა უნდა, ონლაინ თამაშებსაც იგივე მექანიზმი აქვს ფაქტიურად, რაც კაზინოებს. ანუ იჯაჭვებს, ნახეთ, იგივეა. მე რაღაცა ვითამაშე, იქ დამაჯილდოვეს, მივიღე რაღაცა ჯილდო და ეს ჯილდო როგორია სულერთია, მე კიდევ მომინდა. ეს ნიშნავს მე რას, რომ მე რო დოფამინზე დამოკიდებული ასე ვხდები, მე შეიძლება ონლაინ თამაშს თავი დავანებო და რეალურ თამაშზე გადავიდე. ანუ ამიტომ არის ეს მექანიზმი მართლა საფრთხილო, აი ესეთი რაღაცნაირი მიჯაჭვულობა ხო რას ნიშნავს? უკონტროლო ქცევა, გამოვიყენო რაღაცა, რომელიც იმ შემთხვევაშიც თუ ზიანს მაყენებს, მე ვეღარ ვწყვეტ. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ეს თემა ამოუწურავია და ძალიან აქტუალურია ყოველთვის, მithumetes ჩვენს ეპოქაში. ურმეს მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი.